ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევს ბატონ ჯემალ მაკარაძეს, რომელიც ბათუმიდან არის ჩამოსული. მოგესალმებით ვიფასო თანამემამულენო, ჩემო დაჩაგრულ ერო. ეხლა ამაღელვებელი იყო წინა გამოსვლის სიტყვები, რაც თავს ჭირჩვენდა რაუბედურებაშია ჩვენიერი. სიტყვა ხელისუფლება საძულველი გახდა უკაცრავად. იცით რატომ? ხელისუფლება, ეს ხელი სადაც მინდა იქ წავიდებ იმ ჯიბეში, როგორც მინდა ისე მოვიხმარ, გავძარცვავ ჩემერს, დავაჩოქებ, დავიმონებ. ყოვით ფაშიზმი იქნება, გაგვანახევარ კაცის. აგერ ძალოსნებო, ბიჭებო, შავებში, პოლიციელებო, თქვენ შემოგევლეთ. ჩვენ ვის უნდა ვემსახურებოდეთ? ქართველ ერს თუ ბიძინა ივანიშვილს? ვინ გირჩევთ? ქართველი ერი გირჩევთ თქვენ? თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ქართველ ერს, საქართველოს. ჩვენ ვართ თქვენი დამკვეთი. საჯარო სამსახურის ყველა მოხელე, მასწავლებლები, ყველა აბსოლუტურად, პოლიცია, ჯარი, საქართველოს უშიშროების სამსახურო, თქვენ უნდა ემსახურებოდეთ საქართველოს. ვინც დღეს აქ ვერ მოვიდა და არ მოვიდა, გასაგებია, მაგრამ იმ ხელფასების უკან, იმ პრემიალურების უკან გახსოვდეთ, გავა წელი, გავა 5 წელი, გავა 10 წელი. თქვენ მაგ ადგილებზე არ იქნებით. მაგრამ მალე თუ დაგვემართება ერთი დიდი უბედურება კიდევ სოფლიო სიმსივნის გამო, რასაც ქვია ციფრული სამყარო, გაგატარებენ უკაცრავად ხორცის საკებ მანქანაში. თქვენ გიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, ემსახურებით მამონას სამწუხაროდ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეგ ხელფასები, ეგ პრემიალურები დაგრჩებათ ოხრად. და რატომ იცით? თქვენი შვილები მიიღებენ იმ განათლებას, რაც მივიღეთ დღეს იმ საქართველოში, იმ სკოლებში, სადაც ამოიღეს ქართული დედაენა. რომელ საქართველოსია საუბარი? ვის ემსახურებით შავ ფორმებში ძმებო და დებო? ამიტომ გადმოდით ერის მხარეზე. ჩვენ არ მოგიწოდებთ რევოლუციისკენ. ჩვენ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, მიიღონ ის კანონები, დაემორჩილონ ერს და ქართული სახელმწიფო ავაშენოთ. ჩვენ ეხლა გვაქვს არაქართული მმართველობითი სისტემა, რომელიც ემსახურება მსოფლიო დამპყრობელს. კარგად იცით სახელი, ეს არის ერთიანი გლობალური მმართველობა. ვინ მართავს? მაგას ქვია სახელი, ყველაფერი უნდა ითქვას. ნახევრად სიმართლე არ შეიძლება. სიონიზმი ქვია მაგას. იუდა მასონები, ჩვენ ვართ ქართველები, იბერიელები. დედამიწაზე ჩვენზე ძლიერი გენი არ არსებობს, მაგრამ შეგნებულად საქართველო ბოლო ბასტიონია. რუსებმაც იციან, სლავებმა ყველამ იციან, მართლმადიდებლებმა, ბერძნებმაც იციან. ჩვენ თუ დაგვაქცევენ, წააქცევენ მსოფლიოს. ეს ბევრჯერ ჩაგვიტარეს. ამიტომ შემდეგი გამოსვლა იქნება, მეკითხებიან ბათუმში, საქართველოში, ქვეყნის გარეთ. როგორ ხარ? რა შვები? სად ხარ? სად ვარ? ქართველთა დიდ გაერთიანებაში ვარ. მერე თქვენ სად ხართ? სუფრასთან გაუმარჯოს საქართველოს. რომელ საქართველოს გაუმარჯოს? რომელ საქართველოს გაუმარჯოს? დაჯე მეთქი. საქართველოს სადღესულოს აზრი არ აქვს დალევა და სირცხვილია, თქვენ არ უნდა დალიოთ. სადა ვარ? ქართველთა დიდ გაერთიანებაში ვარ. მერე მოდით და შემომიერთეთ. მეგობრებო, მეზობლებო, თანაკლასელებო, უსხერჩი გადახვეწილებო, დაბრუნდით სახში, ქვეყანას გვართმევენ. გაგიმარჯვეთ ქართველებო, ჩვენ ქართველებს, არც ეს ხელისუფლება არ არსებობს. მე ახალი
ტერმინი ჩემი არ არის ეგება ხელჯიბისუფლება ეს არის ხელჯიბისუფლება მოგმართავთ საყვარელო ქოცებო საყვარელო ნაცებო ძვირფასო ბიძინა მოგმართავთ გამოიღვიძეთ არავის არაფერი არ წაუღია სამყაროდან ვერც თქვენ წაიღებთ მუდა გვაჩუქებთ მოტრიალდით ხალხის მოტრიალდით ჩვენსკენ ერთი თხოვნაა მოტრიალდით ჩვენსკენ და დაგვემორჩილეთ ჩვენ თქვენ როგორც ადამიანები ნაციონალები ქართული ოცნება 2012 წელს 12 წლის გოგონათი ბათუმში დახვდი ბიძინა ივანიშვილო შედალოცვილო დახვდი და ხმა მოგეცი რა გვიქედი სამი თვის მერე წავიდა ჭდილოვანად იქიდან დაიწყო манипуლირება მაგისთვის მოგეცით ხმა რო ქვეყანა საქართველოს აქციო კოოპერატივ ჯორჯიად მაგისთვის მოგეცით ხმა შედალოცვილო როგორც ადამიანები ჩვენ თქვენ არ გძულვართ თქვენი თავი უკაცრავად ჩვენ არ გძულს ჩვენ გძულს და გვეზიზღება თქვენი საზიზღარი საქსიელი გვეზიზღება ჩვენ ქართველები ქრისტიანი ადამიანები ხალხი ვართ ქრისტიანები ვართ ღმერთის მოყვარული ღმერთის სიყვარულია ვიყვარხართ როგორც ადამიანები მაგრამ თქვენ როგორც ჩვენ გვერჩებით მასე არ ექცევა სატანა ყველაზე უკანასკნელს გაუმარჯოს საქართველოს შემდეგ გამოსვლაზე შემდეგ შეხვედრაზე მეზობლებო მეგობრებო მე ხელფასღებულობ იქ მუშაობ მე შინია პოლიციელი ვარ სუში მუშაობ თუ სად მუშაობ არა ამისაგები გამოდი აგერ დადექი და დავიცვა ჩვენი უფლებები ჩვენ მათ არ ვეუბნებით ჩვენ მათ უნდა ვაიძულოთ რომ დავიწყოთ ახალი სამართლიანი საქართველოს მშენებლობა გაუმარჯოს საქართველოს და ყველა ჩვენ წმინდანებს